მოკლედ სასტავ მოემზადეთ, იმიტომ რომ ის რაც ახლა უნდა ვთქვა, ყველა MMA-ის ფანისთვის წლის მთავარი ამბავია. როგორც იქნა ოფიციალურად დადასტურდა, თეთრი სახლის ქარდის შედგება და მის სათავეში ჩვენი ჩემპიონი ილია თოფურია დგას. მეტოქე? არც მეტი, არც ნაკლები, ჯასტინ გეიჯი. ტიპი, რომელიც ამ სპორტში ხორცსაკებ მანქანადაა ცნობილი. წარმოგიდგენიათ საერთოდ რა დონის მოვლენაა? ვაშინგტონში ამერიკის სიმბოლოსთან ჩვენი მატადორი უნდა გამოვიდეს და ადგილობრივების საამაყო ჰაილაითი პირდაპირ ეთერში უნდა დააძინოს. მოდით ახლა სერიოზული ანალიტიკა ჩავრთოთ და ცივი გონებით შევხედოთ ამ ყველაფერს. ბევრი ამბობს, რომ გეიჯი ილიასთვის ყველაზე რთული გამოცდა იქნებაო. რატომ? იმიტომ რომ ჯასტინი არის ადამიანი, რომელსაც თითფრინავი რომ დააჯახო, ალბათ მაინც გაიღიმება და წინ წამოვა. მისი სტილი არის ქაოსი. ის სუნთქავს ამ ქაოსით. მაგრამ აქ არის ერთი დიდი მაგრამ. ილია თოფურია არ არის ჩვეულებრივი მებრძოლი. ილია არის ქირურგი ოქტაგონზე. თუ გეიჯი ქაოსია, ილია არის წესრიგი და უმაღლესი დონის დისციპლინა. შეხედეთ ილიას კრივს. ეს არ არის უბრალოდ ხელების ქნება. ეს არის მათემატიკური სიზუსტე. ყოველი ჯები, ყოველი ჰუკი თავის ადგილზეა. გეიჯი კი თავისი სტილიდან გამომდინარე ძალიან ბევრ დარტყმას უშვებს. კი, მას აქვს რკინის ნიკაპი, მაგრამ როცა შენს წინაშე დგას კაცი, რომელსაც ხელებში დინამიტი აქვს ჩამონტაჟებული, ეგ ნიკაპიც ადრე თუ გვიან დაიფშნევება. გახსოვთ ვოლკანოვსკი? ვოლკიც ამბობდა ვერ მომხდებაო, მაგრამ ერთი ზუსტი დარტყმა და ალექსი სხვა განზომილებაში გადავიდა. გეიჯისთანაც იგივე მოხდება, თუ ის თავის ჩვეულ სტილში დაუცველი თავით დაიწყებს წინ წამოსვლას. ბევრი ექსპერტი ლოუ-კიკებზე ამახვილებს ყურადღებას. კი, ჯასტინს შეუძლია ფეხი ხესავით რა დაგიტეხოს, მაგრამ ილიას დისტანციის შეგრძნება არის ფენომენალური. ის არ დადგება იქ, სადაც გეიჯის დარტყმა მიწვდება. ილია გამოიყენებს თავის ფეხით მუშაობას, კუთხეებს შეცვლის და როგორც კი ჯასტინი გაიხსნება, აი იქ დასრულდება ყველაფერი. სიმართლე გითხრათ, მე ვფიქრობ, რომ ამერიკელს თეთრი სახლის წინ დააბეტონებენ. ეს არ იქნება უბრალოდ მოგება, ეს იქნება დომინაცია. იუმორით თუ ვიტყვით, ჯასტინ გეიჯის ისეთი სახე აქვს, თითქოს ყოველდილით საუზმის ნაცვლად კედელს ეჯახება, მაგრამ ილიას ასტრიუკები არ გაუვა. აქ საჭიროა ტვინი და არა მხოლოდ დუხი. ჯასტინის დუხი ნამდვილად აქვს, მაგაში ბაზარი არაა. აცია და გუნება, მაგრამ ოქტაგონზე როცა შედიხარ მატადორთან, ხარი ყოველთვის აგებს. კიდევ ერთი მომენტი, გარემო. წარმოიდგინეთ ფსიქოლოგიური წნეში. მთელი ამერიკა გეიჯის მხარეს იქნება, მაგრამ ილია ისეთია, რაც უფრო მეტი ხალხი უყვირის, მით უფრო მეტად იხოხება. მას უყვარს ეს ბოროტი გმირის როლი. ის ჩავა ვაშინგტონში, აიღებს თავის ქამარს, დააძინებს მათ გმირს და მერე წყნარად წამოვა თავის ბანდისკენ. ანალიტიკურად რომ შევაჯამოთ პირველი ნაწილი, ილიას აქვს უპირატესობა სიზუსტეში, სიჩქარეში და რაც მთავარია, საბრძოლო ინტელექტში. გეიჯი დაეყრდნობა გამძლეობას და იმედს, რომ ერთხელ მაინც მოარტყმას თავის ლეგენდარულ ხელით დარტყმას. მაგრამ ჩემი პროგნოზით, ილია მას ისე დაშლის, როგორც ძველ კონსტრუქტორს. ეს ბრძოლა იქნება პასუხი ყველასთვის, ვინც ჯერ კიდევ ეჭობა ილიას სიდიადეში. მოემზადეთ ბანდა, წინ დიდი ამბებია. ახლა კი გადავიდეთ ქარდის მეორე მთავარ ამბავზე, რომელიც არანაკლებ ცეცხლს გვპირდება. ალექს პერეირას სირილ განის წინააღმდეგ მძიმე წონის დროებითი ქამრისთვის. სასტავ, ეს არის ბრძოლა, სადაც ორი სრულიად განსხვავებული სტილის სტრაიკერი ხვდება ერთმანეთს. ერთი მხრივ ყავს პერეირა, კაცი, რომელსაც მარცხენა ხელში სიკვდილი უზის, და მეორე მხრივ სირილ განი, მძიმე წონის ბალერონა, რომელიც ისე მოძრაობს, თითქოს 100 კილო კი არა, ბუმბული იყოს. მოდით სიმართლეს თვალი გაუსწოროთ. სირილ განი არის ტიპი, რომელიც UFC-ს ისტორიაში მგონი ყველაზე მეც სატიტულო შანსს იღებს. უკვე მეხუთედ გადის ქამარზე ჩხუბს. ხან დერიკ ლიუისიო, ხან განუო, ხან ჯონ ჯონსი, მერე ასპინალი და აი ისევ აქაა. ამ კაცს ნამდვილი ბაგეტი თითები აქვს. ყველგან ძვრება და ყველგან შანსს პოულობს. ბევრი ამბობს, რომ განი ფავორიტია თავისი ზომებისა და მოძრაობის გამო, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება ვის წინააღმდეგ გამოდის. ალექს პერეირა არ არის ჩვეულებრივი მოკვდავი. ეს კაცი არის ფენომენი. წარმოიდგინეთ, ტიპს შეუძლია მესამე წონით კატეგორიაში აიღოს ქამარი და გახდეს პირველი მებრძოლი ისტორიაში, ვინც ამას შეძლებს. პერეირას არ სჭირდება ბევრი მოძრაობა და ცეკვა, მას სჭირდება ერთი, სულ რაღაც ერთი ზუსტი შეხება. განი ალბათ შეეცდება, რომ დისტანციაზე ითამაშოს, გამოიყენოს თავისი ფარიკაობის სტილი და იქნებ ჭიდაობაც კი სცადოს, რომ ალექსი დაღალოს. ყველამ ვიცით, რომ განი ჭიდაობაში ისეთივია, როგორც მე ბალეტში, მაგრამ პერეირასთან შედარებით შეიძლება ოლიმპიური ჩემპიონიც კი მოვეჩვენოს. თუმცა აქ არის ერთი ნიუანსი.
პერეირა ბოლო დროს სერიოზულად მუშაობს თავის დაცვაზე. თუ განი გადაწყვეტს, რომ ალექს აჯობოს სტრაიკინგში, ეს იქნება მისი ყველაზე დიდი შეცდომა ცხოვრებაში. პერეირას ქვის ხელები არ ინდობს არავის. განის კი აქვს ისეთი ჩვევა, რომ ზოგჯერ კონცენტრაციას კარგავს და ზუსტად მაგ მომენტში მოფრინდება ის ლეგენდარული მარცხენა ჰუკი. იუმორის გარეშე რომ ვთქვათ, ეს არის კლასიკური დაპირისპირება. სიჩქარე და მოძრაობა ძალისა და სიზუსტის წინააღმდეგ. განი თუ ისე დაიბნება როგორც ჯონ ჯონსთან, მაშინ პერეირა მას ოქტაგონიდან გაიტანს. თანაც ეს დროებითი ქამარია, რაც იმას ნიშნავს, რომ გამარჯვებული პირდაპირ ტომ ასპინალისკენ მიდის. წარმოგიდგენიათ პერეირა მძიმე წონის ჩემპიონი? ეს იქნება ყველაზე გიჟური სცენარი MMA-ის ისტორიაში. მოკლედ, ბანდა ამ ბრძოლაში პროგნოზის გაკეთება რთულია, მაგრამ ერთი რამ ცხადია. ან განი დაგღვლის თავისი სირბილით 5 რაუნდი, ან პერეირა მას პირველივე წუთებზე დააშალაშინებს. მე მაინც მგონია, რომ ალექსის მაგია აქაც იმუშავებს. როცა კაცი ოქტაგონზე გამოდის იმ სახით, თითქოს ახლახან ტყიდან გამოვიდა და დათვი შიშველი ხელები დაახჭყო, მასთან ხუმრობა არ შეიძლება. სირილს მოუწევს თავისი ცხოვრების საუკეთესო ფორმაში ყოფნა, თორემ პერეირას მესამე ქამარი გარანტირებული აქვს. მოდით ახლა ყველაფერს გვერდზე გადავდოთ და პირდაპირ ვთქვათ. ჩვენთვის, ქართველი გულშემატკივრებისთვის, ეს თეთრი სახლის ქარდი არის რაღაც ისტორიული. შეიძლება ვიღაცამ თქვას 6 ბრძოლა ცოტააო, ან კონორი აკლიაო, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ როცა ოქტაგონზე ჩვენი ჩემპიონი ილია თოფურია გამოდის, იქ სხვა ყველაფერი მეორე ხარისხოვანი ხდება. ეს არ არის უბრალოდ სპორტული ღონისძიება, ეს არის ღამე, როცა მთელი საქართველო არ დაიძინებს და როცა ვაშინგტონში ჩვენი დროშა ყველაზე მაღლა აიწევა. შეხედეთ ამ ქარტს ქართული თვალით. თავარ ბრძოლაში ილიაა, კაცი რომელმაც დაგვიმტკიცა, რომ შეუძლებელი არაფერია. ჯასტინ გეიჯისნაირი მონსტრის წინააღმდეგ თეთრი სახლის წინ ჩხუბი არის ის პიკი, რომელზეც ყველა მებრძოლი ოცნებობს. ჩვენთვის ეს არის შანსი კიდევ ერთხელ ვანახოთ მსოფლიოს, რას ნიშნავს ქართული ხასიათი და ქართული კრივი. ეს ქარდი ჩვენთვის იმითაა ფასეული, რომ აქ შემთხვევითი ხალხი არ არის. ყველა ბრძოლას თავისი მუღამი აქვს. პერეირასა და განის დაპირისპირებაც კი ჩვენს ინტერესებშია. წარმოიდგინეთ, რა დონეზეა UFC, რომ დროებითი ქამრისთვის ასეთი გიგანტები იბრძვიან. მერე მოდის შონ ომალი, ტიპი, რომელსაც ბევრი პრივილეგირებულს ეძახის, მაგრამ თავისი საქმის პროფესიონალია. მისი ჩხუბი ზაჰაბისთან შეიძლება ბევრისთვის კითხვის ნიშნის ქვეშ იყოს, მაგრამ ომალის ყურება ყოველთვის სანახაობაა. ასევე მაიკლ ჩენდლერი და მაურისიო ਰੂ, აქ რომ გარანტირებული ნოკაუტია. ჩენდლერი თუ ისევ თავით შევარდა, როგორც ჩვევია, ბრაზილიელი კონორი მას აუცილებლად დასჭის. ჩვენთვის ქართველი ფანებისთვის ეს ქარდი არის ენერგია. ჩვენ გვიყვარს სისხლიანი და დაძაბული ბრძოლები. გვიყვარს, როცა აუთსაიდერები ფავორიტებს ამარცხებენ. აი მაგალითად დიეგო ლოპესი და სტივ გარსია. ეს ხომ ნამდვილი ომი იქნება. გარსია ისეთი ხისტი ტიპია, რომ ლოპეს თავისი მექსიკური ნიკადის იმედაწყუფნა გაუჭირდება. მოკლედ, ყველა ბრძოლა არის ცეცხლი. საბოლოო ჯამში ბანდა მინდა გითხრათ, რომ ეს ღამე იქნება ლეგენდარული. ჩვენ არ გვაინტერესებს, რას ამბობენ ამერიკელი კრიტიკოსები, გვეწოტავება თუ არა 6 ბრძოლა. ჩვენთვის მთავარია, რომ ილია შედის ოქტაგონზე და ჩვენი ბანდა მის ზურგს უკან დგას. ეს არის ქარდი, რომელიც კიდევ ერთხელ დაგვაერთიანებს, დაგვაგლეჯევს ნერვებს და ბოლოს იმედი მაქვს ყველას ერთად აგვაყვირებს სიხარულისგან. მოემზადეთ სასტავ, დააყენეთ მაღვიძარები, მოიმარაგეთ ენერგია და დაელოდეთ მატადორის მორიგ ტრიუმფს. ეს ჩვენი დროა და ეს ჩვენი ქარდია.